ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი. პატარად სახესი, ცნობერად წოდებული. მე-11 ნაწილი. ბალთაზარი დაწრულებით მოუყვა მეგობარს საოცარ კაცზე, ტყეში რომ შეხვდა თავისი უცნაური კარეტით და დაასკვნა. როგორც კი ამ მისნის ბუნიკიდან ამოვარდნილი სხივი მკერდზე დამეცა, ჩემში იფეთქა მტკიცე რწმენამ, რომ ცნობერი ჯადოქარია და ამ ჯადოქარს ის კაცი მოუღებს ბოლოს. ბალთაზარ, თქვა ფაბიანმა, როცა მეგობარმა თხრობა დაასრულა. როგორ შეიძლება ასეთი სულელური რამ გაივლო თავში? ის კაცი, შენ რომ მისნად მიგიჩნევია, დოქტორი პროსპერ ალპანუსია, ქალაქგარეთ ცხოვრობს საკუთარ ვილაში. ის კი მართალია, რომ მის შესახებ საოცარი ხმები დადის და ლამის მეორე კალიოსტროდ მიიჩნიონ, მაგრამ ამაში თვითონაა დამნაშავე. მას უყვარს თავისი პიროვნების მისტიკურ სამოსელში გახვევა, ბუნების უდიდეს საიდუმლოებებს ნაზიარები ადამიანის იერის მიღება, რომელიც უცნობ ძალებს განაგებს. ამასთანავე ამ კაცს ახირებული ამბებიც ახასიათებს, ასე მაგალითად, იმდენად უცნაური კარეტით დასეირნობს, რომ შენის თანამგზნებარე და ცხოველი ფანტაზიის კაცმა, ჩემო მეგობარო, შეიძლება ყოველივე რაიმე გიჟურ, ზღაპრულ ხილვად ჩათვალოს, მაშ მომისმინე. მისი კაბრიოლეტი ნიჟარის ფორმისაა და მთლად მოვერცხლილია. თვლებს შორის არღანია ჩადგმული, რომელიც კარეტის დაძვრასთან ერთად თავისთავად იწყებს დაკვრას. ის, რაც შენ ვერცხლის ხოხბად მიიჩნიე, სინამდვილეში თეთრებში გამოწყობილი მისი პატარა ჟოკეი იყო, ხოლო გაშლილი ქოლგა დარწმუნებული ვარ, ოქროს ხოჭოს ფრთებს მიამსგავსე. კარეტაში შებმულ ორ თეთრ ცხენს იგი განგებ დიდ ეშვებს ადგა მშუბლზე, რათა მათ ნამდვილად ზღაპრული იერი ჰქონდეთ. სხვათა შორის, ისიც მართალია, რომ დოქტორ ალპანუს თან დააქვს მშვენიერი ესპანური ხელჯოხი, რომელსაც თავზე ელვარე ბროლის ბუნიკი უკეთია. ამ ბუნიკის სასწაულმოქმედებაზე ბევრს ლაპარაკობენ, მეტწილად ტყუილებს. ამბობენ, ამ ბროლის სხივი თვალისთვის აუტანელიაო, ხოლო როცა დოქტორი ბროლს თხელ ნაჭერს შემოაფარებს და ისე დაგახედებს ბუნიკზე ჩაზნექილი სარკიაო თითქოს, შიგ იმ ადამიანის სახეს დაინახავ, ვინაც გულის სიღრმეში ყავს ჩამალული. მართლა? შეაწყვეტინა ბალთაზარმა მეგობარს. მართლა ამბობ ამას? კიდევ რას ამბობენ ბატონ დოქტორ პროსპერ ალპანუსზე? უთხრა ფაბიანმა, ნუ მათქმევნებ იმ სულელურ აბდაუბდას. შენს კარგად მოგეხსენება, ჯერ კიდევ არიან ისეთი უცნაური ადამიანები, რომლებსაც საღ აზრს ვერ შეაგონებ და სინამდვილეზე მეტად სასწაულისას ჯერათ. უნდა გამოგიტყდე, განაგრძო ისევ ბალთაზარმა, რომ იძულებული ვარ მეც მივათვალო ჩემი თავი საღი აზრის მოწინააღმდეგეთა რიგებს. ესე იგი, მოვერცხლილი ხე ბრწყინვალე, გამჭვირვალე ბროლი არაა. არღანი ჰარმონიკასავით არ უკრავს. ვერცხლისფერი ხოხობი ჟოკეისავით არ უზის წინ და არც ქოლგაო ოქროს ხოჭო, ხო? ის კაცი, რომელსაც მე შევხვდი, ან დოქტორ პროსპერ ალპანუსი არ იყო, ან არა და დოქტორი ნამდვილად ფლობს განსაკუთრებულ საიდუმლოებას. უცნაური ზმანებებიდან შენი სრული განთავისუფლებისათვის უკეთესი იქნება ახლავე წაგიყვანო დოქტორ პროსპერ ალპანუსთან. მაშინ თვითონ გაიგებ, რომ დოქტორი ერთი ჩვეულებრივი ექიმია და მარტო ეშვების, ვერცხლისფერი ხოხბებისა და ოქროს ხოჭოების თანხლებით სასეირნოდ არ დაბრძანდება. შენ იმას ამბობ, უპასუხა ბალთაზარმა და თვალები გაუბრწყინდა. შენ იმას ამბობ, ჩემო მეგობარო, რაც ჩემი სულის ნანატრის სურვილია. მოდი, ახლავე გავუდგეთ გზას. ისინი მალე აღმოჩნდნენ პარკის წინ, რომლის გისოსებიანი კარი დაკეტილი დაუხვდათ. შუა პარკში დოქტორ ალპანუსის ვილა იდგა. როგორ შევიდეთ? იკითხა ფაბიანმა. ფიქრობ, უნდა დავაკაკუნოთ, თქვა ბალთაზარმა და ხელი ლითონის სარეკელას სწავლო, რომელიც იქვე კლიტესთან ეკიდა. სარეკელა აიწია თუ არა, შორეული ქუხილივით გაისმა მიწისქვეშა გუგუნი, რომელიც თითქოს უღრმეს ქვესკნელში ხმიანობდა. გისოსებიანი კარი ნელ-ნელა გაიღო, მეგობრები პარკში შევიდნენ და ფართო, გრძელ ხეივანს დაადგნენ, რომლის ბოლოში ვილა იდგა. აბა, რა არის აქ განსაკუთრებული, ჯადოქრული? იკითხა ფაბიანმა. იცი, ძალზე უცნაურად გაიღო გისოსებიანი კარი, უპასუხა ბალთაზარმა. ამას გარდა არ ვიცი რატომ აქ ყველაფერი საოცარი და მაგიური მეჩვენება. განასადმე მინახავს ასეთი დიდებული ხეები. ზოგიერთი ხე და ბუჩქი
ისე ბზინავს, ისეთი ზურმუხტისებური ფოთლები აქვს, ნამდვილად უცნობი ქვეყნისა უნდა იყოს. ფაბიანმა ხეივნის გარდიგარდმო უჩვეულო ზომის ორ ბაყაყს მოჰკრა თვალი, გისოსებიანი კარიდანვე რომ აედევნენ უკან. განა შეიძლება მშვენიერი უწოდო პარკს შეჰყვირა ფაბიანმა, სადაც ასეთი ქვეწარმავლები ბუდობენ და კენჭის ასაღებად დაიხარა, რომ აბეზარი ბაყაყებისათვის ესროლა. ბაყაყები ბუჩქებში შეძრნენ და ფაბიანს ადამიანის თვალებით დაუწყეს ცქერა. დამაცადეთ ერთი დაიძახა ფაბიანმა, დაუმიზნა და ერთ-ერთს ესროლა. ხეპრე, რას ერჩი პატიოსან ადამიანებს, რომელთაც ლუკმა პური რომ იშოვონ ბაღში მუშაობით ხვიტკი გადასდით. ამოიოხრა გზის პირას მოკალათებულმა საზიზღარის სახის ჩია დედაკაცმა. წავიდეთ, ჩაიდუდუნა შეშფოთებულმა ბალთაზარმა, რადგან საკუთარი თვალით ნახა, რომ ბაყაყი უცებ დედაბრად გადაიქცა. მერე ბუჩქს შეავლო თვალი და დარწმუნდა. მეორე ბაყაყი, რომელიც ახლა პატარა ბებრუცუნად ქცეულიყო, მარგვლას შესდგომოდა. ვილის წინ დიდ მანძილზე გაფენილიყო მშვენიერი მოლი, სადაც ორი მარტო ეშვა ბალახობდა. ჰაერში კი უმშვენიერესი აკორდები გაისმოდა. ხედავ, გესმის? წარმოთქვა ბალთაზარმა. ორი პატარა თეთრი ცხენის მეც, რომლებიც ბალახობენ, ვერაფერს ვხედავ. ჰაერში კი ალბათ სადღაც ჩამოკიდებული ეოლის ქნარის ხმა ისმის. უბრალო, მაგრამ გემოვნებით ნაგებმა ერთსართულიანმა ზომიერი სიდიდის ვილამ ბალთაზარი აღაფრთოვანა. ხელი ზარის ჩამოსაკრავი ზონარისაკენ წაიღო თუ არა, კარი თავისით გაიღო და მეგობრებმა ოქროსფრად აელვარებული სირაქლემას მაგვარი დიდი ფრინველი დაინახეს, რომელიც ეტყობა კარისკაცის მოვალეობას ასრულებდა. აბა შეხედე, უთხრა ფაბიანმა ბალთაზარს. ერთი შეხედე ამ სულელურ ლივრიას. კიდეც რომ გინდოდეს ამ ჯელს ერთი ჭიქის გადასახუხი მისცე, სად აქვს ხელები რომ ფული ჟილეტის ჯიბეში ჩაიდოს. ამ სიტყვებზე იგი სირაქლემას მიუბრუნდა. ლამაზ, ჟაბოს მაგვარ, რბილ, გაფუმფულებულ ოქროსფერ ბუმბულში წაავლო ხელი და უთხრა. შეატყობინა ჩემო უძვირფასესო მეგობარო ბატონ დოქტორს ჩვენი მოსვლა. სირაქლემამ კრ დაიძახა და ფაბიანს თითზე უკბინა. ფუი, დალახროს ეშმაკმა. დაიყვირა ფაბიანმა. წყეული ფრთოსანი არ ბრძანებულა ეს ჯელი. იმავე წულს შიგნითა კარი გაიღო და მეგობრებს თვითონ დოქტორი გამოეგება, პატარა, გალეული კაცი. თავზე ხავერდის პატარა ჩაჩი ეხურა, მხრებზე მშვენიერი გრძელი თმა ჩამოშლოდა. ტანზე დოქტორს ინდური ხალათი ემოსა, გრძელი, მოყვითალო, მოშავო ფერისა. ფეხზე კი პატარა წითელ ზონდრიანი ჩექმები ეცვა. ვერაფრით ვერ გაარჩევდით. ფერადი ბეწვით იყო ეს ჩექმები გაწყობილი თუ ფრინველის ელვარე ბუმბულით. დოქტორის სახეზე სიმშვიდე, თვით კეთილმოწყალეობა აღბეჭდილიყო. თუმცა უცნაური იყო, თუ კი ახლოდან შეხედავდით და ყურადღებით დააკვირდებოდით, ასე მოგეჩვენებოდათ, თითქოს მისი სახიდან შუშის ბუდეში ჩასმული კიდევ ერთი პატარა სახე იმზირებაო. დაგინახეთ, მიმზიდველი ღიმილით დაიწყო პროფესორმა ალპანუსმა მშვიდად და ცოტა არ იყოს გაჭიანურებით. ფანჯრიდან დაგინახეთ. რაც შეგეხებათ თქვენ ძვირფასო ბატონო ბალთაზარ, ვიცოდი რომ მინახულებდით. გთხოვთ გამომყვეთ გეთაყვა. პროსპერ ალპანუსმა სტუმრები მრგვალ, მაღალ ჭერიან ოთახში შეიყვანა, რომელსაც კედლებზე ცისფერი ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული. შუქი გუმბათში გაჭრილი ფანჯრიდან ჩამოდიოდა და შუა ოთახში სფინქსზე დაყრდნობილ მარმარილოს გაკრიალებულ მაგიდას ეცემოდა. ამის გარდა ოთახში უცნაურს სხვას ვერაფერს შეამჩნევდით. რით შემიძლია გემსახუროთ? იკითხა პროსპერ ალპანუსმა. ბალთაზარმა ძალღონე მოიკრიბა და მოჰყვა ყველაფერს, რაც პატარა ცინობერთან კერეპესში მისი გამოჩენის პირველი დღიდანვე შეემთხვა და დაამთავრა იმ მტკიცერ რწმენით, რომ პროსპერ ალპანუსი კეთილის მყოფელი მოგვია, რომელიც ცინობერის უმსგავს საზიზღარ ჯადოსნობას ბოლოს მოუღებს. ღრმად ჩაფიქრებული პროსპერ ალპანუსი დუმდა. ბოლოს რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ დაბალი ხმით დინჯა დაიწყო. იმის მიხედვით, რაც თქვენ მომიყევით ბალთაზარ. ირკვევა, რომ პატარა ცინობერთან დაკავშირებულ ამ ამბავში რაღაც განსაკუთრებული საიდუმლოება იმალება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა იცნობდე მტერს, ვისი დამარცხებაც განგიზრახავს. საჭიროა იცოდე ის მიზეზი, რომლის ზემოქმედების გაქარწყლებაც გინდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატარა ცინობერი ალრაუნია. ამას ახლავე შევამოწმებთ.
ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, პროსპერ ალპანუსმა ჭერზე გამობმული აბრეშუმის ზონრებიდან ერთ-ერთი მოჭიმა. უცებ შრიალით გადაიხსნა ფარდა და მთლად მოოქროვილ ყდებში ჩასმული ფოლიანტები გამოჩნდა. ზემოდან კედრის ხის ქარივით მსუბუქი კიბე ჩამოეშვა. პროსპერ ალპანუსი კიბეზე ავიდა და ზედა თაროდან ერთ-ერთი ფოლიანტი ჩამოიღო. მერე ფოლიანტს ფარშევანგის დიდი და მბზინავი ფრთით მტვერი გადაწმინდა და მარმარილოს მაგიდაზე დადო. ამ ტრაქტატში, დაიწყო ალპანუსმა, ყველა ჯურის ალრაუნი აღწერილი. იმედია მათ შორის იცნობთ თქვენდამი მტრულად განწყობილ ცნობერს და მაშინ იგი ჩვენს ხელთ იქნება. როგორც კი პროსპერ ალპანუსმა წიგნი გადაშალა, მეგობრებმა გულდაგულ გაფერადებული გრავიურები დაინახეს, სადაც გამოსახული იყო საშინლად დაღრეჯილი მახინჯი კაცუნები. შეახო თუ არა პროსპერ ალპანუსმა ფურცელზე დახატულ ერთ-ერთ კაცუნას ხელი, იგი მაშინვე გაცოცხლდა, წიგნიდან ამოხტა და მარმარილოს მაგიდაზე სასაცილოდ დაიწყო ხტუნვა ტორტმანი. ალრაუნი თითებს ატკაცუნებდა, დაკვრანჩხული ფეხებით კი უმშვენიერეს პირუეტებსა და ანტრაშეებს აკეთებდა. ათასნაირად იგრიხებოდა და მღეროდა. კვირ, კვარ, პირ, პარ. მერე პროსპერმა თავში წაავლო ალრაუნს ხელი და კვლავ წიგნში ჩააბრუნა, სადაც იგი მაშინვე ფერად სურათად განერთხო. ამგვარად გასინჯეს წიგნის ყველა გრავიურა, მაგრამ რამდენჯერაც არ დააპირა ბალთაზარმა წამოეძახა, აი ესაა ცინობერი, შუაზე გაუწყდა სიტყვა, დააკვირდებოდა უკეთ და მისდა სავალალოდ რწმუნდებოდა, რომ ამჯერადაც შეცდა. საოცარი ამბავია, თქვა პროსპერ ალპანუსმა, როცა წიგნის ბოლოში გავიდნენ, მაგრამ განაგრძო მან, შესაძლოა ცინობერი მიწის სული იყოს, ესეც შევამოწმოთ. ალპანუსი იშვიათი სიმარდით ისევ ავიდა კედრის ხის კიბეზე, ჩამოიღო მეორე ფოლიანტი, გულმოდგინედ გაწმინდა, დადო მარმარილოს მაგიდაზე გადაშალა და თქვა. ეს წიგნი მიწის სულებისაა, ცინობერს ალბათ აქ მაინც შევიპყრობთ. მეგობრებმა ამ წიგნშიც ნახეს გაფერადებული გრავიურები, რომლებიც საზიზღარ, ყვითელ ყავისფერ ურჩხულებს გამოხატავდნენ და როცა პროსპერ ალპანუსი მათ თითს შეახებდა, მიწის სულების წრიპინა ხმით იწყებდნენ გოდებას. მერე რის ვაივაგლახით გადმოდიოდნენ სურათებიდან და მარმარილოს მაგიდაზე ოხრითა და ხვნეშით იწყებდნენ ხოხვას. ხოხავდნენ მანამდე, ვიდრე დოქტორი ისევ წიგნში არ ჩასტენიდა ხოლმე. ბალთაზარმა აქაც ვერ მიაგნო ცინობერს. საოცარია, ძალზე საოცარი, თქვა დოქტორმა და ფიქრებში ჩაეფლო. ხოჭოების მეფე, კვლავ განაგრძო ალპანუსმა. ხოჭოების მეფე არ უნდა იყოს, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ახლა იგი სხვა ადგილას საქმიანობს. არც ობობების მარშალი იქნება, რადგან ობობების მარშალი მართალია საზიზღარის შესახედავია, მაგრამ გონიერია, მოხერხებული. ამასთან იგი საკუთარი შრომით ირჩენს თავს და სხვის ნამუშევარს არ ითვისებს. საოცარია, ძალზე საოცარი. შემდეგ დოქტორი რამდენიმე წუთით ისევ დადუმდა. ახლა მკაფიოდ ისმოდა ის ყოვლად საოცარი ხმები, რომლებიც ხან თითო-თითო ბგერად ეფინებოდა არემარეს, ხანაც მძლავრ აკორდებად გაისმოდა. თქვენთან აქ ყველგან ჭეშმარიტად წარმტაცი მუსიკის ხმები იღვრება, პატივცემულო ბატონო დოქტორო, თქვა ფაბიანმა. პროსპერ ალპანუსი როგორც ჩანდა, ფაბიანს სრულიადაც არ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ ბალთაზარს შესცქეროდა. მერე დოქტორმა ორივე ხელი მისკენ გაშალა და თეთრი თითები ისე ამოძრავა, თითქოს უხილავი წვეთები დააბკურაო ბალთაზარს. ბოლოს ორივე ხელი ჩაჰკიდა და ალერსიანი ხმით სერიოზულად უთხრა. დუალიზმის კანონის მიხედვით, მხოლოდ ფსიქიკური საწყისის უწმინდეს თანხმიერობას შეუძლია კეთილად დააბოლოს ის ოპერაცია, რომლის ჩატარებასაც ახლა ვაპირებ. გამომყევით.